ეს განსაკუთრებული არ არის რა, ისეთია ჩვეულებრივი დღე აღნიშნით არ აღნიშნავ პრინციპში, მაგრამ თუ მომილოცავე მე სიამოვნებოდა ისე რა ვიცი. ქალი ისედაც თვლი რომ აღარ არის ისე დაჩაგრული და რაღაც არ უნდა გამოვყოთ ეს დღე რა ისე. და თვითონ რა იცით ამ დღის შესახებ ისტორიულად თუ იცით? ისტორიულად ბევრი არაფერი. მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანიც არის, იმიტომ რომ თუ ხალი გვიყვარს და გვწონს, ეს ერთი დღეა მათთვის და უნდა მიულოცოთ ალბათ. დედების დღეც არის, მაგრამ ეს ქალთა დღე განსაკუთრებული უფრო, იმიტომ რომ დედებსაც მოიცავს და ზოგადად ქალებსაც მოიცავს და თავი ჩემი აზრით აუცილებელია ამ დღეების აღნიშვნა და შევიწუხოთ კაცებმა თავი და გადავიხადოთ ფული და უყიდოთ საჩუქარი და გავუხაროთ გული და თვითონ ამ დღის ისტორია იცით? რა იცით? არა, ამ დღის ისტორია არ ვიცი სამწუხაროდ. დეულ თანასწორობა ცოტა არ იყოს და რთული მისაღწევია. და რა ვიცი, შეიძლება ამისვაც იყოს განკუთვნილი, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის მნიშვნელოვანი მაგალითად გენდერული თანასწორობისთვის თავი არ მიმაჩნია რომ ეგრე იყოს. არ მგონია. ჩემთვის ხალი ისედაც ისევ ის იქნება რომ ამარტიცაც გარეშე და რომ ამარტიცაც რაც იყო და რაც იქნება. ანუ გენდერული თანასწორი? აბა რა თქმა უნდა. იმიტომ არა მნიშვნელოვანი, что женщина должна быть счастлива. А остальное никому она ничего не должна. ყოველ დღე როცა ბედნიერი ხარ, ფული მაქვს, როცა რაღაცას მყიდულობ, საჩუქრებს მყიდულობ, ასეც ყოველთვის ბედნიერი ვარ და ყოველთვის ჩემთვის რა მარტია. აი რა მნიშვნელობა აქვს მაინდა-მაინც დღეს, ეხლა მე უყურებ ქალებს, ესეთი ბედნიერი სახეები. ეტყობა თუ სალონში იყვნენ. ეტყობა თუ რაღაცა მაინდა-მაინც რა მარც არა რა. და დანარჩენ დღეს რომ საჭმლის უნი აგდეს, საშინელება, ოღონდ მარც. ყოველ დღე უნდა იყოს რა მარტი. ოღონდ მარც. იცით ამ დღის თვითონ ისტორია, ამ საიდან მოდის ეს დღე? აუ დამიჯე, არ ვიცი. და ანუ თუ თვლით რომ ქალთა უფლებების თვალსაზრისით ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, ანუ ქალთა უფლებები ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მამრმა უნდა გაიგოს, ქალისთვის დანიშნულება კი არა, მნიშვნელობა. ანუ ხანაკრაოდი ისეთი პუნქტია, მაგრამ აი სირცხვილია, არ იმაშინო რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს აღნიშნა. უბრალოდ ერთ-ერთი განსხვავებული დღეა და რაღაცა გამორჩეული და მე მომწონს მაგალითად რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო ამ დღეს მაგალითად ქალბატონებს. ხოლმე აი ასეთი კუთხით იყო რაღაცა კლარაც ეთკითენ დაკავშირებული დღე რაღაცა არ მგონია რომ ისეთი ანუ არ მნიშვნელოვანია ეს მე მომწონს რომ ისეთი დღე არის განაწინააღმდეგი არ ვარ ამის მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მომაჩნია რაღაცა ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული ერთ-ერთი დღე არის რომ დღესაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციო ალბათ ქალბატონებს და ხოლმე აი ესე უყურებ რამე როლს რა ვიხარ ქალთა უფლებების დიდად გენდერული თანასწორობის მომხრე და რაღაცა ეგეთი არ ვარ რა შემ რაღაც მოკლედ ცოტა სხვანაირი აზრი მაქვს დიდი ხანი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე ვიცი რომ უბრალოდ არის საერთაშორისო ქალთა დღესასწაული. აღნიშნოთ ახლა ულოცავ ახლობლებს, მილოცავენ ზოგს საჩუქრები, ზოგს მესიჯები, ზოგს ისე დარეკვით და ასე შემდეგ. ვთვლი რომ ნორმალურია, ნუ ერთი დღეა და არ არის ახლა ისე. ჩემი აზრით ემსახურება, ან უნდა ემსახურებოდეს ქალების ერთხელ კიდევ აი ესეთი დაფასების მომენტი, ცოტა აკლიათ ქართულებს არ ვიცი თქვენ მოგეწონება თუ არა ჩემი თქმა, მაგრამ გაიხსენონ მაინც ამ ერთ დღეს, ზოგს სულ ახსოვს ყოველ დღე, მაგრამ გაიხსენონ ამ ერთ დღეს, რომ არსებობა ჩვენიერი არსებები ამ ქვეყნად, რომელთაც ქალები ეწოდებათ. ასე ხო ამ ერთ დღით არ უნდა შემოიფარგლონ, მაგრამ ნუ არის ისეთი უმრავლესობა კატეგორია, რომელთაც სამწუხაროდ თავი წყდებათ ეს და ეს ერთ დღე მაინც ყოფილიყოს ისეთი. და ისტორიულად იცით რამე ამ დღის შესახებ საიდან? სამწუხაროდ არა. კარგი. ნაკლებად მნიშვნელოვანია, ქალები ყოველთვის უნდა დავაფასოთ აუცილებლად და უფრო დღევანდელი დღე რო ყოფილიყო ქალთა უფლებების დაცვის დღე, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. ფუნქცია აბსოლუტურად დაკარგული აქვს, უბრალოდ დღეს სულ სხვა რაღაცაა. ქალთა უფლებების დაცვის დღე ალბათ უფრო სხვა იქნებოდა. ანუ ყვავილები შუქებით შემოიფარგლებიან.